მინდა მიმართო დიდუბე ჩუღურეთის რაიონის ამორჩეულს. მე თვითონ გახლავართ დიდუბელი, ვარ დიდუბეში რეგისტრირებული 32 წელია და მით უფრო იმ პერიოდში, როდესაც ეპოქალური მნიშვნელობის მრავალპარტიული არჩევნების ჩატარების ფაქტის წინაშე დავდექით, რა თქმა უნდა, ვერ მიცემდი ჩემ თავს უფლებას, რომ მდგარიყავი გვერდით და მეყურებინა ამ პროცესებისთვის ნეიტრალური პოზიციით. გამომდინარე იქიდან, რომ არ გახლავართ რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი, მივიღე გადაწყვეტილება, რომ საკუთარი პირადი პასუხისმგებლობის ქვეშ, როგორც დამოუკიდებელ მაჟორიტარ დეპუტატს მეყარა კენჭი. რა თქმა უნდა, დიდი ხანია საჯარო პოლიტიკაში ვარ ჩართული, პოლიტიკა არ არის ჩემთვის ახალი ხილი, ასე ვთქვათ, და ვფიქრობ, რომ მთელი 3 წელი, რომელიც მე აი ამ პლატფორმის მშენებლობას მიუძღვენი, რეალურად მოხმარდა საკუთარი პოლიტიკური კლასის ამაღლებას და დღეს მე ვარ აბსოლუტურად მზად იმისთვის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საგარეო და საშინაო პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ გესაუბროთ საქართველოს პარლამენტის ხდომათა სასესიო დარბაზით. ვარ არაერთი კანონპროექტის ავტორი, საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი, ვიყავი ორგზის საკონსტიტუციო კომისიის წევრი, ვიყავი ორგზის სახალხო დამცველობის კანდიდატი. მაქვს სრული წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის საქართველოს ეროვნული ინტერესის დაცვის პრიორიტეტი საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან და მზად ვარ შევუდგე კიდეც ამ საქმიანობას, თუ კი თქვენი მხრიდან ჩემო ძვირფასო ამორჩევლებო, დიდუბე ჩუღურეთის ამორჩევლებო იქნება რეალური მხარდაჭერა გამოცხადებული. საარჩევნო სიითი ნომერი 63. ეს არის ბოლო ნომერი მაჟორიტარულ საარჩევნო სიაში. ანუ მთელ ამ ჩამონათვალში საარჩევნო სიის ჩამონათვალში ვიქნები ბოლო ნომერი 63 დიმიტრი ლორთქიფანიძე წარდგენილი საინიციატივო ჯგუფით და რა თქმა უნდა ჩემთვის იქნება უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობა თუ კი მობრძანდებით და შემოხაზავთ ნომერ 63-ს მოგიწოდებთ ამისკენ.